მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბებით 13 აძემე ნინო სალუქვაძე ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოსთან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ეგრეთ წოდებული ბოტ ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურება. კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოსთან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ეგრეთ წოდებული ბოტანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ-ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება, კერძოდ საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ან და მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად განგებ აბინძურებდნენ და ასე შემდეგ. მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით დროის კონკრეტული ინტერვალით კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედია საშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მათი მიზნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით. გარეთუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სახელმწიფო გუნდის წევრების განცხადებით, კამპანიის მიზანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეფერხდეს, შემცირდეს ტურისტული ნაკადები, დაზიანდეს ქვეყანა, რითაც საბოლოოდ რადიკალური ძალები ისარგებლებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს გაძლიერება უცხო ქვეყნის აგენტურის და მათი პატრონების ინტერესებში არ შედის. ძალიან ადვილია, რომ შეამჩნია, როგორ ორგანიზებულად იწყებენ კონკრეტული კამპანიების აგორებას. ერთი მავნებლური პოსტი, სადაც ტურისტებისთვის საჭმელში ჩაფურთხებაზე იყო საუბარი და შემდგომში უკვე აგორებული კამპანია, რომლის მიზანი არის, რომ ტურისტული სეზონის დროს მაქსიმალურად დააზიანონ ქვეყნის ინტერესი, დაანერგონ რაღაცნაირი შიში და აგრესია და დაბრკოლება უცხოელი ტურისტებისთვის. მიზანი არის მარტივი, მაქსიმალურად დაზიანდეს ქვეყანა. რომ არც ტურისტი შემოვიდეს, არც ინვესტიცია ჩაიდოს, არც ეკონომიკა განვითარდეს, რაც საბოლოო ჯამში, რაზეც ისევ ხელები უნდა მოითმონ აი ამ პოლიტიკურ რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა. აი ეს არის მთელი ანატომია აი ამ პროცესის. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე არის აქ პატრიოტი. შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. პატრიოტი ან ხარ, ან არა ხარ. ეს ხალხი არიან უცხო ქვეყნის აგენტურა და აღსრულებლები იმისა, როგორ დაანგრიონ ქართული ეკონომიკა, როგორ ჩაშალონ ტურისტული სეზონი საქართველოში და ასე შემდეგ.
ამერიკასა და ევროპის განსხვავებული დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთ-უკრაინის ომის დროს საკითხზე ვრცელ წერილს ზაზე შათირიშვილი ავრცელებს. ფილოსოფოსი წერს, რომ რუსოფობიის ტალღა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, არამედ სწორედ ახლა რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაიწყო. ამის მიზეზად შათირიშვილი შეიარაღებული კონფლიქტების განსხვავებულ მასშტაბსა და ოლიგარქიული ოჯახების გეგმას ასახელებს. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული. რაც საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნების როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს. მისი განცხადებით, პროცესები მიდის იმ სცენარით, რომ შესრულდეს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანი, სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და მისი კორპორაციული მმართველობის ჩანაცვლება, რისთვისაც ისინი ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც აქტიურად იყენებენ. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ საგულისხმო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია კითხვა, რომელიც თავად პრემიერ-მინისტრმაც შესანიშნავად იცის, რომ რიტორიკულია. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის, ანუ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, 2009 წლის 6 მარტს ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი, რითაც მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად იყვნენ. თავად განსაჯეთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევით აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, მსოფლიო პოლიციელმა, ისევე როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი გაუპრავა, რაც როგორც მოგვიანებით თავად ევროპელები აღნიშნავდნენ, უდიდესი შეცდომა იყო. მარტივად რომ ვთქვათ, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუხედავად, საერთო ჯამში რუსეთს ფაქტობრივად არაფერი დაკლებია. დაკლებია კი არა, პროცესები ისე განვითარდა, ეს ყველაფერი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული. ამიტომაც აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას რუსეთისთვის სულ სხვა პარტია ჰქონდა გამზადებული. ანუ მაშინ ჯერ კიდევ საჭირო იყო ამ სახელმწიფოსთვის ნორმალური სახის შენარჩუნება. დღეს კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სრულიად საპირისპირო სურათს ხედავთ. რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულადაა მოკვეთილი. ბუნებრივია ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს და იმ საერთო გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია, რისი განხორციელებაც ოლიგარქიული ოჯახების ამოსავალი წერტილია. ჩემს წერილებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ოჯახების, იგივე Deep State-ის თუ გლობალური ომის პარტიის მთავარი მიზანი სოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შერყევა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა არა ერთადერთი. პარალელურად გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები. თუ კი რუსეთ-უკრაინის ომს ავიღებთ მაგალითად, ცხადად დავინახავთ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი, როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში, წინასწარ მომზადებული პროცესების შედეგია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ხელისუფლება და უშუალოდ პრეზიდენტი Deep State-ის აშკარა გავლენას განიცდიან. რასაკვირველია, წინასწარ მომზადებული პროცესის ნაწილი იყო ამ ომში ევროპის ჩართვაც. ხედავთ, რომ ევროპა მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინასთან ერთად ევროპელებიც უშუალოდ ჩაერთონ ომში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოულოდნელად არ მომხდარა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად საკუთარი პროპაგანდით და ზეწოლის მთელი რიგი სხვა ინსტრუმენტებით Deep State-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსოფობია უმაღლეს ნიშნულზე აეყვანა, რითაც ევროპელებს ჩაუკეტეს წვდომა რუსულ გაზსა და ნავთობზე, ანუ იაფ ენერგორესურსებზე. მეტიც, ამ პროპაგანდის შედეგად დადგა მოცემულობა, რომ ევროპელებს აღარც რუსი ტურისტების მიღება სურთ და ლამის დოსტოევსკიც აკრძალონ. ეს ყველაფერი კი იმაზე დიდ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს შეიძლება მავანს წარმოედგინოს. რუსულ იაფ ენერგორესურსებზე წვდომის შეზღუდვით Deep State-მა შეძლო როგორც რუსეთის, ისე ევროპის ეკონომიკის დასუსტება. შესაბამისად, ამ უკანასკნელს სხვა გზას
აღარ დაუტოვებენ, გარდა იმისა, რომ პირდაპირ ჩაერთოს ომში. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო რუსოფობიის წამლეკავი ტალღა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ დაიწყო ის სწორედ ახლა. ფაქტია, რომ ამ დონის ნარატივის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად Deep State-ისთვის საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები საკმარისი მასშტაბის არ იყო. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა და არც მისი ექო იყო ისეთი ხმაურიანი, როგორც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან Deep State ისვე ძალისხმევით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა. ანუ უკრაინის ომი საკმარისი მასშტაბისა აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსოფობია ევროპაში უპრეცედენტო დონეზე ასულიყო და ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან დაპირისპირებაში ეტაპობრივად ჩართულიყვნენ. რასაკვირველია, ვერც ამ წერილში ავუვლით გვერდს საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას. როგორც ცნობილია, ქართული ოცნების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს უცხოელმა ჩინოვნიკმა პირდაპირ განუცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, თუ კი რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველოს 3 დღეზე მეტხანს ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან 3 დღის შემდეგ საქართველოს პარტიზანულ ომზე შეეძლო გადასვლა, ხოლო ეგრეთ წოდებული მეგობრები კონსერვებით მოგვამარაგებდნენ. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა Deep State-ის ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას. შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით. უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს. უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის. უნდა დაინგრეს ისე, ანუ არისად, როგორც ევროპა ინგრევა დღეს და დაინგრევა ხვალ. დღეის მდგომარეობით გლობალური ომის პარტია ძალთა დაბალანსებას ცდილობს. უკრაინა რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად აქციეს. თუმცა რუსეთი, რომელსაც გაცილებით უფრო სერიოზული სამხედრო რესურსი და პოტენციალი აქვს, მას ჯერჯერობით არ იყენებს. რა თქმა უნდა, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ეს პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს. რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს. ვისაც ამაში იოტის ოდენა ეჭვი მაინც ეპარება, შეხედოს უკრაინის ეკონომიკას, რომელიც აღარ არსებობს. შეხედოს იმას, თუ რა ხდება რუსეთში ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით და რა ხდება ევროკავშირის ერთდროს მოწინავე ეკონომიკაში. თუ კი პროცესები ასე გაგრძელდა, რეგიონში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცემა და ქვეყნები უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სწორედ ასეთ პირობებში დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ ტრადიციულმა პოლიტიკურმა ელიტებმა თავისი მოჭამეს, რადგან ვერ შეძლეს სახელმწიფოების ეფექტიანი მართვა. ამიტომაც საჭიროა ქვეყნებმა და საზოგადოებებმა მმართველობის არსებული მოდელის შეცვლაზე იფიქრონ. ამ კონტექსტში გამოჩნდებიან მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები, მაგალითად BlackRock-ის ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ. ისინი საჩვენებლად შეარჩევენ ერთ ან ორ შესაბამის ქვეყანას და საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით დროის მოკლე მონაკვეთში ამ ქვეყნებს ოაზისად აქცევენ. ამ ყველაფრის შემხედვარე კი უკვე არაერთი სახელმწიფო ჩადგება კორპორაციული მმართველობის სისტემაზე გადასვლის მსურველთა რიგში, რითაც Deep State მიაღწევს კიდეც საბოლოო მიზანს. საბოლოო ჯამში მივალთ მოცემულობამდე, რაც არის კიდეც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანი. სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და მისი კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც აქტიურად იყენებენ. საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე. ამ თვალსაზრისით, Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი მათ მიერ ფართოდ დანერგილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და LGBT პროპაგანდაა, რომლის მიხედვითაც ადამიანმა არათუ იდენტობა, არამედ სქესიც კი უნდა დაკარგოს. ამ მიდგომით მოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც საქართველო, სადაც სამშობლოს ცნება, რელიგია, წარსულის პატივისცემა და ეროვნული იდენტობა მოსახლეობისთვის მთავარი ღირებულებებია. შესაბამისად, მათი განადგურების გარეშე Deep State-ისთვის ფონს გასვლა უბრალოდ შეუძლებელია. ამგვარად, სწორედ ასეთია პასუხი პრემიერ-მინისტრის მთავარ კითხვაზე, რომელიც განმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, თავადაც იცის, რომ რიტორიკული იყო.
მესამე დღე ოპოზიციას კონკრეტული პასუხი არ აქვს. პრემიერ-მინისტრის წერილში დასმულ კითხვაზე, რატომ იქცა მათთვის რუსეთი ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. ნაციონალური მოძრაობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებებს უცხო ქვეყნის განწყობებს უკავშირებს. მმართველი გუნდის შეფასებით კი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია დღემდე ამ ქვეყნის ინტერესების, არამედ გარე პატრონებისგან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. მუდმივად ვებრძვით იმ შედეგებს, რომელიც 2008 წელმა მოიტანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ამ ომის შემდგომ ოკუპირებული არის და ამის ფონზე და ამის შემდგომ ნაბიჯები მათი იყო ხელგაშლილი რუსეთის და რუსების დახვედრა, რუსი ტურისტების აქტიურად პროპაგანდირება, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში. ოდნავადაც ვერ შეათხოვდით რუსოფობობას, თუმცა როდესაც უკრაინაში 2022 წელს ომი დაიწყო და უკვე მათი პატრონების მხრიდან იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ახლა მთავარი ძალისხმევა და დიდი კამპანია მიემართება რუსოფობიის გაძლიერებისკენ, ისინი მარტივად შეუერთდნენ ამ ყველაფერს. ხელოვნურად შექმნილი, ხელოვნურად აწეული თემა იმისთვის, რომ მოახდინო ხელისუფლების დისკრედიტაცია. სინამდვილეში ამის უკან არაფერი არ დგას, გარდა იმისა კიდევ ერთხელ, რომ არაფერი თემების არ მქონე ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ რაღაცა სასაუბრო გააჩინოს საზოგადოებაში და რაღაცით შეეცადოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. თავარი ის იყო, რომ მან მოსახლეობას აჩვენა ნათლად, რომ ეს პატრიოტიზმი ჭყალებში არის შეკვეთილი პატრიოტიზმი. როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს შენი ქვეყნის რაღაც ნაწილის ოკუპაცია და მაშინ არ აღშფოთდე რაღაც საკითხებზე. და მე სხვა ქვეყანაში განმეორდეს იგივე და მე დაიწყო აღშფოთება, იმიტომ რომ შეგიკვეთეს, რომ ეხლა დადგა დრო და უნდა აღშფოთდე. აბა წინააღმდეგ შემთხვევაში დაახსნა ამას ყველაფერს და იმიტომაც გადაირიენ, იმიტომაც ამოხდნენ ასე ვთქვათ შარულები და ბჭყალებში რომ ვთქვათ ეს ცნობილი გამონათქვამია, რომ სიმართლისკენ მიუთითა. ესე იგი, ახლა დადიან პლიაჟ და ეუბნებიან, რომ რუსები აქ არ ახართ სასურველი სტუმრები, ვთქვათ, ტურისტებს. და მაშინ სახელმწიფოს მეთაური ღვინით ხელში ხვდებოდა იმას რა ქვია, საზღვარზე რუს ტურისტებს და ეუბნებოდა, რომ აჯილდოებდა ამ ღვინით და ეუბნებოდა, რომ თქვენ ხართ სასურველი სტუმრები და რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდეთ. ქართული სამხედროების დისკრედიტაცია და მორიგი ანტიქართული განცხადება, ასე აფასებს მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის წევრის გია ბარამიძის განცხადება, სადაც ის აფხაზეთის ომის შესახებ საუბრობს და ქართულ მებრძოლებს უმძიმეს ბრალდებას უყენებს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ ტყვეების გაცვლის ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა და თითქოს ქართული მხარე მასობრივად ხრეტდა ტყვეებს, ხოლო რუსი სამხედროები ჰუმანურად მოქმედებდნენ. როგორც სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, მსგავსი განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზე ომის დანაშაულების დაბრალებით აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს წინასწარ მიღებული ინსტრუქციების ნაწილია, მიზანი კი რუსეთის ოკუპაციის დანაშაულებების გადაფარვა და ქართველი მეომრების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ აძლიერებს ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდისტულ მანქანას. აღარ გააძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ ყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ. რატო? ხრეტდნენ. ჩვენები? ჩვენები. ანუ იმის რატომ იყო ეს აუცილებელი? აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ეხლა მე ისე კი არ ვამბობ, ვინცხრეთ და ეხლა იქით ამ ხედანაც ხო იგივე ხდებოდა? იქ დისციპლინა იყო. იქ. ოკეი. იქ იყო, იმიტომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. გაცილებით მეც და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული სეპარატისტების მხარე, რუსების მხარე, რეალურად მხარე ისე, რომელიც მეუბნებოდა, კაი, მე 10-ს მოგცემ რა, შენ ერთი ხო უნდა მომცე. ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია გია ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და იმ ფონზე, როდესაც მათ აქტიურად დაწყებული ანტიქართული კამპანია ახალი ტალღაოთ წამოწყებული, ეს განცხადება ზემოდან დაემატა. რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მავნებლობას საზღვარი არ აქვს. გია ბარამიძე არის ერთ-ერთი მათი მავნებლური პოლიტიკის შემოქმედი, სწორედ ნაცმოძრაობის რეჟიმში მის სახელს უკავშირდება არაერთი
ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც ნაცმოძრაობას აქვს, თუმცა მათი უკვე ოპოზიციურ ველზე გადანაცვლების პერიოდშიც ის არის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ნაცი. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები ამ ტიპის განცხადებებით, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულება, საკუთარი ჯარისკაცების, საკუთარი თავდაცვალების დადანაშაულება ძალიან მძიმე ომში ჩადენილ დანაშაულებზე, რაც არის ყოველად მიუღებელი, რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად სპეკულაცია ამ თემის თამაში ადამიანის მხრიდან, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი პასუხისმგებლობა თავის დროზე და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას საკუთარი ჯარისკაცების მუნდირი ასეთი ცილისწამებული განცხადებები არ გააკეთოს, პირიქით ჩვენ ხედავთ ასე ხელაღებით, როგორ ხდება ჩვენ ჯარისკაცების რეპუტაციის იმიჯის შელახვა. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. არ ეგონოს, რომ ეხლა მე ვლაპარაკობ სიცხლის სამართლის დანაშაულზე, ეს ჩემი საქმე არ არის. ახლა მე ვლაპარაკობ პოლიტიკურ დანაშაულზე, რომელზედაც ისინი აქცენტს აკეთებენ. დაადანაშაულო ქართული მხარე აფხაზურ და ვთქვათ რუსულ მხარესთან მიმართებაში, რომ ჩვენები იმ პერიოდში 93 წელს მასობრივ დახვრეტებს აწარმოებდნენ და ისინი თავზე ხელს უსვავდნენ ჩვენ ტყვეებს თუ მშვიდობიან მოსახლეობას, არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის უზარმაზარი პროვოკაცია და აქ არაფერ შუაში არ არის, არც პოლიტიკური ოპონირება და არც არაფერი. და მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პირდაპირ დარტყმა ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. პროპაგანდა და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. რატი იონათამიშვილი წერს, რომ საზოგადოების დაშინების და მუდმივად ნეგატიური ამბებით ფონის დამძიმების მიზნით გარკვეული ჯგუფები ხალხზე მანიპულაციის მოხდენას ცდილობენ. მიზანი საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ საქართველოს ომში ჩართვა. იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით ვრცელდება სპეკულაციური ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მუდმივად მკვლელობები ხდება და კრიმინოგენული სიტუაცია უკონტროლოა, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. რატი იონათამიშვილი ცალკეული მედია საშუალებების დეზინფორმაციის sapasუხოდ კონკრეტულ სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დღეს საქართველოში მკვლელობის უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-ს უტოლდება. სახელმწიფო გუნდში მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ ფაქტების უგულებელყოფით მხოლოდ აღქმებით და აღქმებზე დაყრდნობით საზოგადოებაში მძიმე განწყობები შექმნან. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომის საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება. დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ საქართველოს ომში ჩათრევა. გარედან მართულ ამ საშიშ პროცესებს აქვს კიდევ ერთი მიზანი: საზოგადოება დაზაფრონ, დააშინონ, მუდმივად ნეგატიური ამბებით დაამძიმონ ფონი, რათა შემდგომ მარტივად მოახდინონ მანიპულაცია ხალხზე. ცხადია, ამ ყველაფერს გონიერი ქართველი ხალხი არ წამოეგება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარედან მართული ფსევდომედია დღეს სწორედ ამ დავალებას ასრულებს, ალბათ ბოლო პერიოდში ბევრჯერ ქსმენიათ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით, რომ თითქოს საქართველოში მუდმივად მკვლელობები ხდება და კრიმინოგენური სიტუაცია უკონტროლოა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ის ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო. ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-ს უტოლდება. ამ დროს ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით ყოველდღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. აი ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით. ამ დროს კი საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მათთვის თავარი აღქმები და არა ფაქტები. ანუ როდესაც უნდათ რომ შალპიარში მოაქციონ ქვეყანა, არანაირ სტატისტიკას არაფერს არ შეუდარებენ. ასე ხომ წააგებენ, ასე ხომ ნათელი გახდება, რომ დანაშაულებთან ბრძოლა პროგრესს განიცდის საქართველოში. თორემ სტატისტიკა რომ შეუდარო, იმდენად ნათელი არის ყველაფერი, რომ მაშინ ხოლმე სიმართლე გამჟღავნდება.
და ეს არის მათი მთავარი ტაქტიკა, რომ მოატყუონ მოსახლეობას, შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში უსაფრთხო ქვეყნების ლიდერებში არის ყოველთვის. და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენთან სამართალდამცავი ორგანოები პროგრესს განიცდიან. აღქმებით манипуლირება, ტელევიზიების, სოციმედიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ დაზაფრონ მოსახლეობა, რომ აი თითქოს არმაგედონი მოვიდა, დაინგრა, დაიქცა ქვეყანა, დაუბრუნდით 90-იანებში და ამით რაღაც გააჩინონ საკუთარი ხელისუფლებისადმი, ზოგადად ქვეყნისადმი ნეგატიური განწყობები. ეს არის სწორედ მიზანი ყველაფერი ამისა, გამოიყენონ აბსოლუტურად ყველაფერი და არ აქვს მნიშვნელობა თემატიკას, არ აქვს მნიშვნელობა საკითხს, არ აქვს მნიშვნელობა სფეროს, გამოიყენონ ყველა საკითხი იმისთვის, რომ დაზაფრონ და საკუთარი მოსახლეობა დაუპირისპირონ ხელისუფლებას. პროკურატურის შუამდგომლობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით მოკლული მასწავლებლის ყოფილი მოსწავლე და საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებული შეყვარებული ნია იმნაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით ის კლინიკიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე გადაყვანილია. Ქვიშივრე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყეობნებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ანასტასია ბერუაშვილიც. მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე გუშინ დაკავებული ნია იმნაძის სახლიდან კადრები დაკავებულის ადვოკატმა გაავრცელა. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ კითხვები არსებობს და პროკურატურამ მტკიცებულებები უნდა გაასაჯაროოს. ჟორჟოლიანს მოკლული მასწავლებლის დედამ უპასუხა. ეკა კუპატაძე აღნიშნავს, რომ იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟი დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა. ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითიც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს. ბრალდებელმა სტრუქტურამ გაასაჯაროვოს ყველა მტკიცებულება. ღმერთმა არქანას ჩვენს ქვეყანაში ნია იმნაძეებმა, გიორგი მალანიებმა, ალექსანდრე გაბაშვილებმა, გიორგი რიკაძეებმა, დემეტრე ჩიქოვანებმა, ანინა ასყიდაშვილებმა და ანასტასია ბერუაშვილებმა იბატონონ. ჩემთვის აღარც აწყვოა და მით უფრო არც მომავალი, მაგრამ თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი პოსტაობა საკუთარ თავთან შეგარცხვენთ. ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. თბილისი ბათუმი თბილისის მიმართულებაზე მატარებლით სამგზავრო დრო 4 საათამდე შემცირდა. განახლებული გრაფიკით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10 საათზე დაიძრა მოქალაქეებთან ერთად მატარებლით მთავრობის მეთაური და ეკონომიკის მინისტრი მგზავრობენ. მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალზე ინფრასტრუქტურის სრული გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და მოძრავი შემადგენლობებისთვის არსებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. პროექტით ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე ჩატარდა ლიანდაგის სრული რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სამგზავრო სადგურების რეაბილიტაცია და 5 მატარებლის კაპიტალური შეკეთება. გარდა ამისა, დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს შესთავაზებს. აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ, დრო შევამცირებთ დაახლოებით საათი და 40 წუთით, განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია ქსელზე, შესაბამისად შევძელით, რომ ეს დრო შეგვემცირებინა, რაც თავისთავად აისახება როგორც გზავრთნაკადის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია, ფაქტიურად ესეთი შედეგი არ ყოფილა, 5 საათნახევრის მაგივრად ჩვენ თბილისი ბათუმში უკვე 4 საათში ჩავდივართ, შესაბამისად ბათუმი თბილისიც. ჩვენ ბოლო პერიოდში განვახორციელეთ გარკვეული სამუშაოები, კაპიტალური სამუშაოები სალიანდაგო ინფრასტრუქტურაზე, ასევე საკონტაქტო ხაზებზე, სადაც ყველაზე ასე ვთქვათ კრიტიკული მდგომარეობა იყო, მოვახდინეთ სრული რეაბილიტაცია, გამოცვალეთ სალიანდაგო ინფრასტრუქტურა და ამან მოხდა საშუალება ის, რომ დროები, სიჩქარეები გაგვეზარდა, შესაბამისად დრო შეგვემცირებინა და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი ბათუმი სრულდება 4 საათში. ძალიან, რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე ჩავალთ, მით უკეთესია, რა თქმა უნდა.
კმაყოფილები ვართ, კი. ძალიან კომფორტულია, მით უმეტეს ბავშვიანი მგზავრისთვის, რომელიც არ ჩერდება, ამდენი ხანი გული მისკდებოდა, როგორ იქნება, თქო. აი რა დღეშია უკვე. ხო და ძალიან კაი მატარებელი გოგ და მიხარია. საქართველოს მთავრობამ 2026-30 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-27 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სახელმწიფო უწყობებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით მომზადდა. სტრატეგიის მთავარი მიზანი 2030 წლისთვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებლის სულ მცირე 25%-ით შემცირება. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება სიჩქარის მენეჯმენტს. ინტერვენციები ხორცელდება არაფრთხილ მდგომარეობაში მართვის, საჭესთან ყურადღების გაფანტვისა და უსაფრთხოების ღვედების თუ საბავშვო სავარძლების გამოყენების საკითხებზე. გაფართოვდება საგზაო აუდიტისა და ინსპექტირების არეალი, ჩატარდება სოციალური კამპანიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასკოლო ზონების უსაფრთხოებას არასრულწლოვანთა დასაცავად. სამთავრობო სტრატეგიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანი სტრატეგია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს როგორც საგზაო უსაფრთხოება, ასევე დავნერგოთ ის ახალი სისტემები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს გზებზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისად დავნერგოთ ის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, რომ ეს ციფრი 25%-მდე შემცირდეს. ასევე აქცენტს ჩვენ ვაკეთებთ როგორც სიჩქარის შემცირების პრევენციებზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა უსაფრთხოება იყოს დაცული საქართველოს გზებზე. კომერციული მოსყიდვის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში დახმარების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტექ 2017-ის თანამშრომლის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისტემატურად ახორციელებდნენ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას. დანაშაულის სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბევრი არაფერია, პატრიშკები, გაიგე. წინ ჩეკები, 1-2 ჩეკი ართებული, გაიგე. დიდი არაფერია, პროსტო შენ რა მინდა. რო ეს გავატაროს და всё. პროსტო მე მინდა რომ შენ გამიასო რა და როგორ. მეტი არაფერი არ უნდა. კაი მანქანაა ძმაო. ორი ბაგრეში გაარუარგა წინა და ჩეკი უმცეს. დანარჩენი ყველაფერი კაი მდგომარეობაშია, სონატაა. სონატა დავიდეს და მე საკები რა. всё გავატარე. ხო და ფული რა ვქნა ჩავრიც ხო თუ მოვიტანო აქ მოდი რა ვიჭო მოვკდი გომრიც მაო აგი გარუშე დილას უნდა წახვიდე სამართალდამცავებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ადგილიდან იმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ალფა პვპ და მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული სასჯელის სახით 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას შენახვასა და ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, რომლებიც შეურაცხყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა. სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომის უნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით უწყება კომპლექსურ ღონისძიებებს გეგმავს. მონიტორინგის პროცესში ინსპექტორები შეაფასებენ კომპანიების მიერ რისკების განსაზღვრის ხარისხს, დასაქმებულთა სასმელი წყლითა და დასასვენებელი პირობებით უზრუნველყოფას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას და გატარებულ პრევენციულ ზომებს. შრომის ინსპექციის მთავარ მიზანს უსაფრთხო გარემოს შექმნა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება წარმოადგენს. ზაფხულის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მუშაობა მაღალი ტემპერატურის პირობებში წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ რისკს. სწორედ ამიტომ შრომის ინსპექციის სამსახური იწყებს აქტიურ კამპანიას განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც შემდგომში უკვე აქტიური ინსპექტირების პროცესი მოყვება. ინსპექტირების პროცესში გაკონტროლდება პრევენციული ღონისძიებები, თუ როგორ აორგანიზებს კომპანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში. გუშინ საღამოს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის თაობაზე სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს, როგორც უწყება განმარტავს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ენგურჰესის მიმდინარე აგრეგატების ტესტირება გახდა. 25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებით გათიშვა გამოიწვია. თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგია გუშინ საღამოს დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე გაითიშა, რის შემდეგაც აბონენტებთან მისი აღდგენა დაახლოებით 1 საათის ინტერვალით ეტაპობრივად მოხდა. პროკურატურამ მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგაბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს გამოძიების ინფორმაციით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ფალსიფიცირებული პროდუქცია თანხის მითვისების მიზნით გამოიყენეს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ზაალ გელაშვილის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. მისი საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული, აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. კაიროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა. მხარებმა საქართველოში და ნიდერლანდებში მიმდინარე რეფორმები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიწის ადმინისტრირების და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. აღნიშნა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გლობალურ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი შესაბამის უწყებასთან, ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად არაერთი ინიციატივა წარმატებით განხორციელდა, ვისაუბრეთ სამომავლო ინიციატივებზე, საერთაშორისო გაზიარებაზე იმ რეფორმებისა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში წარმატებით განხორციელდა. 2025 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენს თანამშრომლობას შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, გავუზიარებთ გამოცდილებას სხვა ქვეყნებს, მხარს დავუჭერთ ერთმანეთს და ერთად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქას ახლავს. ჩვენი საერთო მიზანია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით გავაუმჯობესოთ საჯარო სერვისები და უზრუნველყოთ, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებმა სრულად ისარგებლონ იმ უფლებებით და შესაძლებლობებით, რასაც ისინი იმსახურებენ. ფოთში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სამშობიარო სახლი გაიხსნა. ფოთისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს სამშობიარო სერვისი საკუთარ ქალაქშივე მიიღონ. სამშობიარო დაწესებულების ოფიციალური გახსნის ცერემონიას ადგილზე ხელისუფლების, სამეცნიერო სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში არ ფუნქციონირებდა სამშობიარო სახლი და ფოთელმშობიარე ქალბატონებს უწევდა სხვადასხვა ქალაქებში გასვლა. მუნიციპალიტეტი ცდილობს ყველანაირად ხელი შეუწყოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომ მათ კონდეს შესაძლებლობა სრულად მოიმსახუროს ადგილობრივ მოსახლეობას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს აქვს შექმნილი მშობიარის ხარდაჭერის პროგრამა 2000 ლარის ოდენობით დაფინანსდება ნებისმიერ მშობიარად. რამოდენიმე თვის წინ ბატონი ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ჩვენთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც შევთანხმდით, რომ უნდა გაგვეხსნა სამშობიარო სახლი ფოთისთვის, რომელიც არ ჰქონდათ. პლუს ამას დაგეგმილი გვაქვს და ახლოს პერიოდში გვექნება დიალიზის პროგრამა. მშობიარეს უსურვებ და ბევრ წარმატებას უსურვებ ამ კლინიკას და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ფოთს აუცილებლად ჭირდებოდა სამშობიარო და გვიხარია ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რომ სამშობიარო გაგვიხსნა. კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ანაკლიაში კონცერტი გაიმართა. ღონისძიება პროექტ საზაფხულო კონცერტები რეგიონებში, ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მომღერლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. ძალიან ლამაზი კონცერტი იყო. ჩვენს გარდა ჯგუფი ქუჩის ბიჭების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ნინი ქარცელაძე და დათუ ნამგელაძე. საოცარი თბილი მაყურებელი იყო, მოსული როგორც ყოველთვის სამეგრელოს არ ეშლება ეს სითბოს გაცემა, ერთად ვიმღერეთ. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საღამოებისთვის. ესეთი საღამოები ახალგაზრდებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანაკლიაში დასასვენებლად ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა ეს კონცერტი, რადგან ქუჩის ბიჭები ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან, გუსმენდი. ძალიან ბევრი სიმღერა ვიცი მათი და ძალიან კარგად გავერთე. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.